ესე იგი, როგორც ჩანს, ყველაზე მაგრად იმუშავა ამათმა აი ამ ჯარიმებმა. მე ესე ხედავ რა, რომ ესე იგი ხალხს ძალიან შეეშინდა და ესე იგი იმაშვება. ეხლა რაღაცა მინდა გითხრათ რა და დაუფიქრდით კარგად. ესე იგი, მშვენივრად იციან მაგათმა, რომ 5,000-იან ჯარიმას კაციშვილი ვერ გადაიხდის რა. ესე იგი, ის ვინც გამოდიან, ისინი არ არიან არც ბიზნესმენები, არც ფულის მჭრელები, არც მომჯდარი იმაზე სკამებზე და სავარძლებზე. ეგეთ ხალხი არ გამოდის. ესე იგი, გამოდის საუკეთესო ნაწილი საქართველოში მოაზროვნეები, გონიერი ხალხი და რასაც მე ვაძახი, ესე იგი, უბრალოდ რასაც ვსესხულობ დასავლეთიდან, ეს არის ესე იგი კულტურული პრეკარიატი, ხო? ადამიანები, რომელსაც კიდიათ თქვენი ცივილიზაცია და თქვენ ცივილიზაციაში მონაწილეობა და რაღაცა სამართალი უყვართ უბრალოდ რა. და აი იმაში, რომ ფულის კეთებაში და ადგილი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში რაღაცა კიდიათ, ამიტომ რაღაცა ჯობებს აკეთებენ, რომელიც შესაძლებელია რომ გააკეთო და იმითი რაღაცნაირად იცხოვრო და აი ესე ცხოვრობენ კულტურულად თავის თავზე მუშაობენ, თავის განათლებაზე, განვითარებაზე, სულიერებაზე, რაღაცაზე და აი ამათ ქვეთ კულტურული პრეკარიატი. ჩვენთანაც გაჩნდა ეს წრე და ეს შრე. ძალიან მიხარია რომ ეს გაში. ჯანმრთელობა გია. ხო და მოკლედ რა მინდოდა მე თქვა. ესე იგი აი ეს ხალხი გამოდის, ხო? ესე იგი თავრობა მშვენივრად იცის, რომ ესე იგი 5,000 არის ჯარიმა არის ну, უბრალოდ აბსოლუტური შეუძლებლობა და ყველა ციხეში ხო არ ჩაყრის არა გადაუხდელობისთვის, ხო? ესე იგი არ დავფიქრებულ ხართ რაღაცაშია საქმე. ხო, მე პირველად აი რომ გამოვიდა 5,000 ორი ეღირება ესაო და 10,000 ისაო და რაღაცები. გავიჩე მეთქი ესენი შტერები არიან, რას აპირებენ, გააკეთე ვთქვათ, გაიგე 1000 ლარი, 1500 ლარი და ნუ საკმაოდ მოხვდება ადამიანს, გაიგე, მაგრამ 5,000 და თან ესე პანიკაში აგდებს საშინად და რაღაც გადაუხდელობის გზნობა და ეხლა რანაირ რაღაცა იცი, ეს ხო არ გონიათ მაგათი მოგონილია, ესეც პრაქტიკაა და გეტყვით რაღაცას რა. ესე იგი ასე დროს თავრობა რას აკეთებს? ესე იგი აი ესეთ შემაშინებელ რაღაცა ჯარიმას ადებს. მერე თვითონ ქმნის, ესე იგი აი ესე რა, ხო იცი, საიდუმლოდ და ესე რა, ფარულად რაღაცა ორგანიზაციებს, აი რაღაცა ბანკი რაღაცას გამოყოფს, დახმარებებს, ისა, ესა, თვითონ მთავრობა ქმნის ამას. ოღონდ ისე აკეთებს, რომ შენ და გაიარო მთელი ინსტანციები, შენ და რაღაცა წერო იქ უნდა გაწამდე რა, კაროჩე, მიხვიდე სასამართლოში გამოდა, მაგრამ ბოლო ის ინსტანცია შენ ამას გადაგიხდის. ფაქტიურად თავის ფულს ატრიალებს, გამიგეთ? ესე იგი, შენ ვიღაცა რაღაცა ისე გააკეთებს, რომ გეხმარება, ამ დროს ეს თავრობის ფულია, მერე შეგაქ ეს იქ და ეს ფული უკან ბრუნდება, მაგრამ აი ეს პროცესი არის გამაწვალებელი, აი ყელში რომ ამოგივა, გაიგე, უნდა სადღაც მიხვიდე ვიღაცა ადვოკატს დაელაპარაკო, რაღაც შეავსო, გამოავსო, დრომი აქვს 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ. ესე იგი, ხო გესმით რაშია საქმე? აქ ფინანსურად კი არ არის დაწოლა თქვენზე, თქვენსაც გადაიხდიან მაინც. უბრალოდ აი ამ წვალებაზეა, გამიგეთ? იმიტომ რომ ეს გადაუხდელი ჯარიმებია, შეუძლებელია ეს გადაიხადო და არავითარი სექტორი და არავითარი ისა და რა თვითონ თქვენს რო ქმნით ამ იმას რა ქვია, როდებთ ფულს და რაღაცა და მაგას ვერ დაფარავს ვერაფერი. იმიტომ რომ ეგენი პანტაპუტნი ტყრიან ამ ჯარიმებს და ეხლა რომ დათვალო, გადასული იქნება არ ვიცი რა თანხას, გამიგეთ? და ამიტომ გაიგე ეს გამოცდილი პრაქტიკაა, გაიგე ამის გაკეთება, ასე შეშინება ადამიანების, მე რაღაცა ფონდების შექმნა, ვითომ რაღაცა ისა ესა და ისევ შემოდის უკანეს თანხა. გამიგეთ? ისე რომ ერთ რამეს გეტყვით რა, ესე იგი ამ მოძრაობისთვის და ამ გარეთ გამოსვლის და რაღაცისთვის იცით არაფერი არ არის რომ მართლა 1-3-ჯერ 4-ჯერ მოგიწიოს გასვლა და რაღაცის დაწერა რა, მაგრამ ფულის არ შეგეშინდეთ. ეგ ყოველთვის დაიფარება და სხვანაირად არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მაშინ ხო გეუბნებით 1000-ობით კაცი უნდა ჩააჯინონ ციხეში გადაუხდელობისთვის რაღაც ისეთი რაღაცა მიიღონ, ისეთი წესები და ისეთი აღკვეთის ზომები, რომელიც იქნება კატასტროფული თვითონ ქვეყნისთვის და თვითონ ადამიანებს და კიდევ უფრო ააჯანყებს ყველას და ყველაფერს, გამიგეთ? ამიტომ გაიგე, აი ესეთი ძალიან ესე ცნობილი და ძალიან ესეთი ცბიერი ხერხი არის ეს ამის გაკეთების. ამიტომ გეუბნებით, რომ თვითონ ჯარიმის ნუ გეშინიათ. ეგ არ არის პრობლემური. პრობლემური არის ის, რომ
თქვათ აი ჯარიმა და ამას შორის აი ეს დრო არის, როცა თქვენ და დაკარგოთ დროს, რაღაც წახვიდეთ, რაღაც დაწეროთ, რაღაც გააკეთოთ, ვიღაცას ელაპარაკოთ, მე შეიძლება იქ მიხვიდეთ სასამართლოში, რაღაც აი ეს მომენტი არის, გამიგეთ, მაგრამ იმაზე რომ ესე იგი ფულია გადასახდელი, ეს დაიფარება და ყოველთვის დაიფარება. ესე ამას ვერავინ ვერ გააკეთებდა და რომ გაეკეთებინათ, ექნებოდა პირველ რიგში მაგათვის ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი. და აი ეს გაითვალისწინეთ რა ეს მომენტი რა და ასე შიში თვითონ ფულის წინაშე ნუ გექნებათ და ის რომ თქვათ რაღაცა ენერგია უნდა ჩადოთ, ვიცი რომ მოტივირებული ხართ და ყველაფერი და ამ ენერგიის ჩადებაშიც თქვათ მე მგონი თქვენ არ გექნებათ წინამდებობა რომ აი ეს ენერგია ჩადოთ, რომ რაღაცა დაწეროთ, მიხვიდეთ, გამოხვიდეთ რაღაცა. ამიტომ ესე იგი თხილად ვიყოთ ყველანი რომ ესე იგი არ გავაფუჭოთ და არ დავაზიანოთ ეს ჩვენი მოძრაობა აი ამ შიშით. თვითონ თანხის წინაშე, იმიტომ თანხა არ არის პრობლემა, ეგ არის ტრიუკი რა, აი ходит ხრიკია ეგა. გამიგეთ, რასაც მთავრობა ხმარობს და ეს არ არის პირველი და არც უკანასკნელი მთავრობა, ვისაც ეს უხმარია საერთოდ. ესეთი პრაქტიკა არის, რომ ესე იგი აი თქვათ რაღაცა იმას შენ მოსახლეობას რაღაცას ადებ, მაგრამ აი ამას რო ადებ, იგი ეგ რაღაცა ვალში ყავს რაღაცა, მაგრამ ამ ვალებს უფარავ. ეს არის აი ინგლისში მაგალითად ხო რაღაცა ვალს აიღებს ადამიანი და რაღაცა გარკვეული რაოდენობის დრო გადის და ვერ ფარავს და მე რაღაცა უცბად ჩდება რაღაცა ფირმები, რომლებიც ამბობენ რომ ჩვენ ვართ აი შუალედური ფირმები, ჩვენ მაგას გაგინახევრებთ რაღაცა, ამიტომ რატო უნდა გაანახევროს, რატო არფესთან არ იხდი იმ ფირმისთვის, თუ რაღაც მიზერულს იხდი და მე გინახევრებენ, მე კიდე და მე გაქრა ეს ვალი. ეს ამას აკეთებს თვითონ მთავრობა რა, რომ შენ ეს წრეში საშინელში არ ყავდე, რომ აი რაღაცა ის არის, იმიტომ დახმარება იცის რომ აი მჭირდება და ადამიანებს უნდა დაეხმაროს, მაგრამ თუ ეს დაეხმარება, ესე პირდაპირ მოდით მოგცემთ ფულს, გაიგე, მივარდება მთელი იცი რა ქვია მოსახლეობა და მე მიჭირს მე ეს რო არ მოხდეს, ამიტომ ვალად აღებინებენ და მე ამ ვალებს უნახევრებენ კიდე და მე ქრება რაღაც წლების განმავლობაში ვიძახი, მაგრამ ფუთა დიდ თანხებზეა ლაპარაკი, როცა თქვა 10,000 $12,000 ან რაღაც აი რაღაც ასეთ თანხებზე. როცა უბრალო ადამიანს ძალიან დიდი ფულია და რაღაცებს ამითი უკეთურებს, მაგრამ ეს სახელმწიფოებრივი ესეთი სტრატეგიაა. გამიგეთ? და ესეც ზუსტად აი მაგ კვანტში ზის რა, რომ რჩება უცბად ვიღაცები, ვინც ამას გიფარავენ, რაღაც ფონდები, რაღაცეები, გამიგეთ? და მიხვდით ამას რა, რომ ესე იგი თვითონ ეს ფულის ამბავი არ არის პრობლემა. კარგით?